აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმდინარე წლის პროგრამები ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის პირველი უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში ქრონიკული სისხლის მიმოქცევის დაავადების მქონე დევნილ ბენეფიციარებს სრული კარდიოლოგიური მომსახურება გაეწიათ. კლინიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად იმყოფებოდა და სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას პირადად გაეცნო. მოხარულები ვართ, რომ აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამები უკვე ამოქმედდა და დღეს ჩვენს დევნილ ბენეფიციარებს ჩაუტარდათ უფასო გამოკვლევები. აფხაზეთის მთავრობის უმთავრესი მიმართულება არის ჩვენ დევნილ ბენეფიციარების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ხარისხიანი და დროული სამედიცინო სერვისების მიწოდება. სამინისტრო აგრძელებს თბილისის სამხატვრო კლინიკებთან თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთიდან დევნილებს სრულიად უფასოდ უტარდებათ კვლევები და ასევე მაღალკვალიფიციური ექიმების მიერ ეწევათ კონსულტაცია. დღეს აფხაზეთის მთავრობამ დიდი საქმე გაგვიკეთა აფხაზეთიდან დევნილებს. ჩაგვიტარდა უფასო კვლევები, დევნილებისთვის ძალიან დიდი შეღავათია და აუცილებლობა. ხშირად ტარდება ეს ყველაფერი.